ბადმინტონის საქართველოს თასის გათამაშება გაიმართა. მონაწილეობა ქვეყნის 8 კლუბმა 3 კატეგორიაში ჯამში 60-ზე მეტმა მონაწილე მიიღო. საქართველოს თასის გათამაშება ბადმინტონის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ბადმინტონის ფედერაციის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით ჩატარდა. ფინალი იყო დაძაბული, ძალიან დაძაბული, იმიტომ რომ თითქმის ქულა-ქულაში მივდიოდით ბოლომდე. აქედან გამომდინარე, სანამ თამაში დამთავრდა, მეგონა რომ მოედანზე დავრჩები, იმიტომ რომ ძალიან დავიტვირთეთ. სასიამოვნო საყურებელი იყო და ძალიან დატვირთული თამაში ჰქონდა ნამდვილად. ბადმინტონი არის ოლიმპიური სახეობა და როგორც პროფესიული სპორტის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი სპორტის სახეობა, ასევე მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით და სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ფედერაციის ხელმძღვანელობასთან განვითარების გეგმა და ეს ტურნირიც ამ გეგმის ნაწილია, ძალიან მნიშვნელოვანი და პირველად ჩატარდა ამ დონეზე ეროვნული თასის გათამაშება. ჩვენ მქონდა საშუალება რომ გამოგვევლინა ყველა საუკეთესო კლუბი საქართველოში, ასევე ჩვენ ჩავატარეთ პირველობაზე თასი, მომავლის თასი. მე ძალიან მიხარია რომ ჩვენი ბათუმის წარმომადგენლება აიღეს პირველი ადგილი, ასევე მე მინდა მიულოცო კლუბ მიზანოს. ასეთი იყო ახალი ამბები 12 საათზე, მთავარი პირდაპირ ეთერში